იტელებს, რომ ესე იგი დაესაჯა ხალხი, იმიტომ რომ აი ეს ქედფიცხელობა მათი განეკურნებია ამით. ესე იგი ჰომეოპათიური მეთოდიც იხმარა და ძალაც იხმარა ცოტა. მაგრამ ამით აიცილა უფლის სასჯელი, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე ყოფილიყო იმ ხალხისთვის. ჰომეოპათიაში ხშირად ხვდება ჩვენ აი ტერმინი მსგავსება, რომ ადამიანი არის მსგავსათა ხატად უფლისა, ასევე ზიარების დროს, როდესაც ჩვენ ქრისტე გვთავაზობს ესე იგი სისხლით და თავისი სისხლით და ხორცით ადამიანის ცოდვის განკურნებას, აქაც მსგავსების პრინციპია, რასაც იოანე კრონშტანტელი აღნიშნავს. ძალიან ბევრი მართლმადიდებელი წმინდა მამები, როგორც არის ფეოფან დაყუდებული და სხვები მიმართავდნენ ჰომეოპათიას და აღნიშნავდნენ მის ეფექტიურობას და ასევე სიახლოვეს მართლმადიდებლობასთან. რომ მართლმადიდებლურ იდეას ჰომეოპათია არა მარტო არ ეწინააღმდეგება, არამედ ეხმარება, რომ უფრო მორწმუნე გახდეს ადამიანი, არ მოხდეს მისი პრობლემების ხელოვნურად გადაჭრა გამაყუჩებლებით და ანტიბიოტიკებით. მადლობთ ბატონო თორნიკე, შეგახსენებთ რომ ეთერშია სამედიცინო გადაცემა თანამედროვე მედიცინა და მართლმადიდებლობა საპატრიარქოს რადიო ივერიას ეთერში ტალღაზე FM 105.4. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის ტრადიციული მედიცინა, უფრო კონკრეტულად კი ჰომეოპათია. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენთან მოწვეულია ქართული ტრადიციული მედიცინის და ჰომეოპათიის ლიგის პრეზიდენტი, თბილისის ნომერ 13 პოლიკლინიკის ჰომეოპათიური განყოფილების გამგე ბატონი თორნიკე ალაშვილი. გადაცემას თქვენთვის უძღვება გოგა ფირცხელანი. შეგახსენებთ რომ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია 99 99 96 და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ ნომერზე დაგვიკავშირდნენ. ბატონო თორნიკე, თქვენ ძალიან საინტერესოდ მოგვითხრეთ ჰომეოპათიისა და მართლმადიდებლობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ და მე მინდა უფრო კონკრეტულად გადავიდეთ ჩვენი მაყურებლებისთვის უფრო საინტერესო საკითხებზე, თუ რა დაავადებები იკურნება ყველაზე ეფექტურად ჰომეოპათიის მეშვეობით. ჰომეოპათიის მეშვეობით განსაკუთრებით ეფექტურად იკურნება ალერგიული დაავადებები, ნევროზები და სხვადასხვა ფსიქონევროლოგიური დარღვევები, მწვავე და ქრონიკული ანთებები, ხშირი გაციება, ბრონხიტები, რა თქმა უნდა, როგორც ალერგია, ბრონხიალური ასთმა და ალერგიული დერმატიტი. ჩვენ ხშირად მოგმართავენ კუჭ-ნაწლავის პრობლემებით, ეს ეხება ნაღლის ბურჯს, გასტრიტს, კოლიტს თუ წყლულს, კანის პრობლემებით, მათ შორის ფსორიაზით. და მათ შორის ნარკოლოგიური პროფილით, ანუ ვისაც აქვს სურვილი დაანებოს თავი სიგარეტს ან ნარკოტიკებს, ანუ ვისაც აქვს საკმაოდ სერიოზული გართულებები ამ ნარკოტიკებიდან, განსაკუთრებით მოსაწევიდან. ბატონო თორნიკე, ჰიპერტონული დაავადება და ათეროსკლეროზი რამდენად ექვემდებარება ჰომეოპათიურ პრეპარატებს? ჰომეოპათიურ პრეპარატები საკმაოდ ეფექტიურია ათეროსკლეროზის და ლიპიდემიის, ანუ ცხიმების დაგროვების ორგანიზმში. ძირითადად ამის საწინააღმდეგოდ გამოიყენება მინერალური პრეპარატები პერიოდული სისტემიდან, როგორიც არის ისევ ოქრო, აურუმი, ბარიუმის პრეპარატები და კალციუმი და მათ საკმაოდ ძლიერი ათეროსკლეროზული მოქმედება აქვთ. ჩვენ პრაქტიკაში ბოლო დროს საკმაოდ ეფექტიურად მიდის არა მარტო ჰიპერტონიის კურნალობა, არამედ გულის იშემიური დაავადებების კურნალობა. რიგ შემთხვევებში საოპერაციო პაციენტები, როდესაც ჭირდებათ სტენდირება ან შუნტირება გულის, ექვემდებარება მკურნალობას და ოპერაციას იცილებენ თავიდან. ძალიან საინტერესოა. თქვენ ახსენეთ ნარკომანია, რამდენად არის შესაძლებელი სიგარეტის დანებება ჰომეოპათიის მეშვეობით და აგრეთვე მინდა ორიოდე სიტყვით ისაუბროთ ეგრეთ წოდებული კანაფის შესახებ. მოსახლეობაში ესეთი ტერმინიც არის გავრცელებული პლანი, ასე ვთქვათ, აი ამ
პრეპარატის შესახებ თუ შეიძლება ჩვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ ჩვენს გადაცემაში ნარკომანიის თემას და მასთან ბრძოლის მეთოდებს. რაც შეეხება სიგარეტზე თავის გადაგდება ჰომეოპათიით იოლდება, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ ვხსნით იმ გვერდით მოვლენებს, რაც შეიძლება სიგარეტის დამოკიდებულ ხალხს წარმოექმნეს, როდესაც ისინი მიატოვებენ სიგარეტს. სიგარეტი სტიმულირებს ორგანიზმში გარკვეულ ნერვულ ცენტრებს და ენდოკრინულ ჯირკვლებს. ვინც ბევრს ეწევა, შეიძლება ტოქსიკური ჩიყვის სიმპტომებიც კი შეექმნას და როდესაც ანებებს სიგარეტს თავს, პირიქით ფარისებული ჯირკვალი გადადის მის უკიდურეს მდგომარეობაში, შეიძლება დეფიციტი განვითარდეს ფარისებული ჯირკვლის ჰორმონები დაეცეს და ქონია ჩვენ შემთხვევები აუტოიმუნური ჩიყვით შეიძლება დაემართოს ადამიანს, ხო და რომ ავიცილოთ ეს გართულებები თავიდან ჰომეოპათიას აქვს სპეციფიური პრეპარატები, რომელიც მცირე დოზით შეიცავს ნიკოტინს, ასევე მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რომ ის გაღიზიანება და სხვა მოთხოვნილება სიგარეტის მოხსნას. და ვისაც სურვილი აქვს, შედარებით იოლად შეძლოს ნიკოტინის გადაგდება. რაც შეეხება კანაფით, ანუ პლანით განაგდებას, აქ იმდენად გადაგდების პრობლემა არ არის, რამდენადაც ჩვენთან მოდის ბევრი, ვისაც აქვს სერიოზული ფსიქიკური დარღვევები, რომელიც ხშირად შიზოფრენიის მსგავს მდგომარეობამდე მიდის და საკმაოდ ზოგჯერ ხანგრძლივად 5-10 წელი არიან მკურნალობენ ფსიქიატრებთან შიზოფრენიის დიაგნოზით და უმძიმეს დეპრესიებამდე და მდგომარეობამდე მიდიან. ჰომეოპათიას აქვს ასევე სპეციფიური პრეპარატები და გამოცდილება, რომ უშველოს ასეთ პაციენტებს. საკმაოდ გავრცელებულია დღეს გართულებები კანაფიდან. ჩვენთან მოგმართავენ არა მარტო ბიჭები, გოგოები ზოგჯერ და არის შემთხვევები, რომ ესე იგი უფრო ასაკში ქალბატონებიან კაცები, რომელსაც გაუსინჯიათ კანაფი ერთხელაც და ისე ცუდად გამხდარან, რომ მრავალი წლის მერე ვერ მორევიან პრობლემებს, რაც გამოუწვევია აი ასეთ ცდას. მაგრამ ბავშვებში, მათ შორის მცირე წლოვან ბავშვებში, ასევე ძალიან ხშირი არის ქრონიკული მოწამვლა კანაფით. და ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის. შეიძლება ერთხელ ორჯერ არ გამოიწვიოს ეს გართულება და არის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ან ირანიდან შემოდის, ან ინდოეთიდან შემოდის, რომელიც იწვევს უეცარ ინტოქსიკაციას. და ჭირდებათ დროული სპეციფიური მკურნალობა, ჰომეოპათიაში არის ამის გამოცდილება. და უშუალოდ ინტრავენურად ხმარება ნარკოტიკებს რაც შეეხება ბატონ თორნიკე. ესე იგი, ჩვეულებრივ ნარკომანიას ჩვენ მონასტერთან ერთად, აი შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღოლთა მამაშიოსთან ერთად ხშირად კომპლექსურად ვკურნალობთ ასეთ პაციენტებს. ესე იგი, რეაბილიტაციისთვის მე მონასტერში ვაგზავნით, როდესაც არის რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა და საშუალება. ანუ თქვენი პრეპარატები აბსტინენციურ სინდრომს ხსნიან? აიოლებს აბსტინენციის გადატანას ჰომეოპათია, ფსიქიკის კორექციას აკეთებს, ნარკომანია ძირითადად არის ვაჟკაცობის დეფიციტთან დაკავშირებული. ხშირად ამ პიროვნებებს უჭირთ თავის თავთან გამოთქვთა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული შიშები გააჩნიათ. იხსნება ეს შიშები, უფრო ვაჟკაცური ხდება პიროვნება, მით უმეტეს, როდესაც ის შრომობს მონასტერში, ბევრად უფრო დაკაცება ხდება პიროვნების და ის მერე აღარ უბრუნდება იმ უსუსურ მდგომარეობას, როგორიც იყო, ესე იგი, სანამ იყო დამოკიდებული ნარკოტიკზე, როდესაც განსხვავებას ხედავს. თუ არ მოხდა რეაბილიტაცია შემდგომში შრომით, რაც უმრავლესობა შემთხვევაში მადლის ეგავლენის ქვეშ კიდევ ყოფნა, რაც მონასტერში გადმოდის ადამიანზე, მხოლოდ წამლებით ძნელია სტაბილური შედეგის მიღწევა, მაგრამ ბევრ რამეში ჰომეოპათია ამ შემთხვევაშიც გვეხმარება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თორნიკე და მე მინდა შემდეგ საკითხზე გადავიდე. ჩვენი გადაცემა ძალიან დიდ დროს უთმობს ქართულ მეცნიერებს და მათ სამეცნიერო ნაშრომებს. მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ know-how
ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის სივრცული მოდელი, ასეთი თემა გაქვთ თქვენ და ორიოდე სიტყვით თუ შეიძლება ეს ძალიან საინტერესოა მედიცინის თვალსაზრისით შევაფასოთ ეს მოდელი და ზოგადად რა არის, რას წარმოადგენს ეს იდეა. ესე იგი ჩვენ არ გვისაუბრია ჰომეოპათიაში გარდა მცენარეული პრეპარატებისა და ცხოველური პრეპარატებისა გამოიყენება ბუნებრივი მინერალები, მეტალები და სხვადასხვა მიკროელემენტები, ასევე არამეტალებიც. და როდესაც მონასტერში ჩვენ გქონდა ლექციები შავნაბადაზე, სადაც ხალხური მედიცინის სპეციალისტები, ჰომეოპათები, ოფიციალური მედიცინის ექიმები მოძღვართან ერთად ვიკრიბებოდით და მედიცინის თემაზე ვსაუბრობდით, როდესაც ბრუნდებოდი მონასტრიდან, მომივიდა ასეთი იდეა, რომ სფეროზე განმელაგებია პერიოდული სისტემის ფორმით ეს ელემენტები და მე ხარისხებია. და შეიქმნა ამჟამად სულ ახალი მოდელი, სივრცული მოდელი პერიოდული სისტემის, რომელიც უფრო ლოგიკურია, ვიდრე ის ოთხკუთხედი ფორმები გრძელიც და მოკლე, რაც არსებობს ქიმიაში. და ამან ჩვენ ბევრად მოგვეხმარა ჰომეოპათიური წამლების კლასიფიცირებაში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ეს სივრცული მოდელი შემდეგში გადავიტანეთ დედამიწის გლობუსზე და კანონზომიერად განვალაგეთ და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ელემენტი, რომელ ქვეყნებზედაც დაემთხვენ, იმ ქვეყანაში სწორედ ის წამალი არის დომინირებული, ანუ პრევალირებს ის კონსტიტუციონალური ტიპი, რომელიც დაემთხვა და ამით შეიძლება პროგნოზირება თუ რა წამლები ჭირდება გერმანელებს, ქართველებს ან ჩინელებს, იმის და მიხედვით თუ როგორ გეოგრაფიულ რეგიონში ისინი ცხოვრობენ. კურა მედიანაჯი ინტერნეტში არის გარკვეული მასალა უკვე გამოქვეყნებული ამის შესახებ, მაგრამ რაც მინდა კიდევ აღვნიშნო, ბატონი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დსთ-ში და ბელორუსიაში, მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი, თავის წიგნში გლობალიზაცია და საქართველო, რომელიც გამოვა სულ ახლახანს, აკეთებს აი ამ ჩვენ შრომებზე მითითებებს თავის წიგნში და იყენებს აი მასალებს გლობალურ პოლიტიკურ თვალსაზრისითაც, რაც საკმაოდ ინტერესს არ არის მოკლებული. ბატონ თორნიკე, თავის დაუნებურად ჩდება კითხვა თუ ჩვენ საქართველოს რომელ ქიმიურ ელემენტს შევესაბამებით, ესე ვთქვათ. საქართველოს შეესაბამება პირველ ელემენტს პერიოდულ სისტემაში, ეს არის წყალბადი. წყალბადი სანამ ჩვენ შევქმნით სივრცულ მოდელს ქიმიური ელემენტების არ იყო გარკვეული, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ წყალბადი არ მიეკუთვნება არც ერთ ჯგუფს, მას უკავია ცენტრალური ადგილი. ანუ წყალბადის ირგვლივარი ჯგუფები, როგორც საათზე ცენტრალური წერტილი საერთოა ყოველი საათისვენ, ასევე წყალბადი არ მიეკუთვნება არც პირველ ჯგუფს, არც მეშვიდე ჯგუფს. მას აქვს როგორც მეტალების, ასევე არამეტალების თვისება. და ის ემთხვევა საქართველოს, ვინაიდან საქართველოს არ მიეკუთვნება არც ევროპას და არც აზიას. ის არის ცენტრალური რეგიონი ევრაზიაში, ოქროს კვეთის ადგილი და საქართველოსდან იწყება ევროპაც, აზიაც, აქ არც ერთი არ არის წარმოდგენილი მთლიანად. ის საქართველოს რეგიონი, კავკასიის და შავი ზღვის სანაპიროს ეს რეგიონი არის შუაში და ცენტრში ევრაზიის. და ამიტომ რას ნიშნავს, რომ წყალბადი ემთხვევა საქართველოს? წყალბადი არის კოსმოსის ძირითადი ელემენტი, 2/3 სამყაროში უკავია წყალბადს. წყალბადი არის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ელემენტი. ჯერთი წყლის შემადგენლობაში, რომელიც არის 60-70% ორგანიზმში, წყალბადის ნაერთია წყალიც. ყოველი ფერმენტი და ცილა, ჩონჩხი თუ არის ნახშირბადი, წყალბადი არის ყველაზე აქტიური რადიკალი და ნივთიერება, რომელიც ყველა ცილა და დნკ იქნება ეს თუ რნკ თუ ფერმენტებში მონაწილეობს. ჩვენ გვაქვს ისეთი ასევე ჰიპოთეზა, რომ წყალბადი მონაწილეობს ადამიანის აზროვნებაშიც, მეხსიერებაში და ესეთ მაღალ სულიერ და ფსიქიკურ ფუნქციებში. და ესე იგი, ეს არის შემდგომში მეცნიერულად ასევე ძალიან ღრმად შესასწავლის საკითხი. ძალიან დიდი მადლობა, ბატონ თორნიკე, ესეთი საინტერესო თემაზე საუბრისთვის. ჩვენ აგრეთვე ჩვენი გადაცემა
პოპულარიზაციას უწევს ჩვენ მეცნიერებს და ყოველთვის მიესალმება იმ ფაქტს, როდესაც ჩვენი მეცნიერების ნაშრომები მსოფლიო აღიარებას პოვებს და მე მინდა გითხოთ, თუ რამდენად პოპულარულია ქართველი ჰომეოპატები და კონკრეტულად თორნიკე არლაშვილი უცხოეთში. უცხოეთში, როდესაც იბეჭდება საქართველოს შესახებ, ყოველ წელს არის კონფერენციის მასალები. ზოგჯერ მე გამოვდიოდი როგორც მომხსენებელი, როდესაც მოსკოვში იყო კონფერენცია, როგორც ესე იგი საკოორდინაციო საბჭოს, ასევე ესე იგი სამეცნიერო შრომითაც და დანარჩენ წლებში და როდესაც მე არ ვიყავ როგორც მომხსენებელი, ხშირად არის ჩვენი როგორც საზოგადოება და მისი მუშაობა აღწერილი ან მონოგრაფიები გამოვა აქ საქართველოში ჩემი სახელმძღვანელო ჰომეოპათიაში გამოსული, ასევე ჩემი მოწაფე ნიკოლოზ გუჯაბიძემ გამოუშვა ორგანონი, ანუ განემანის ძირითადი ნაშრომი ქართულ ენაზე წელს. ესენი ყველაფერი აღბეჭდილია უცხოურ სპეციალურ ჟურნალებში და კონფერენციებში და ყურადღებით მაგენი აკვირდებიან თუ როგორ მიმდინარეობს ჰომეოპათიის დანერგვა საქართველოში და განვითარება. და უშუალოდ პაციენტები თუ ჩამოდიან უცხოეთიდან თქვენთან და თქვენს მოწაფეებთან. დიახ, საქართველოში ჩამოდიან არა მარტო რუსეთიდან და მოსკოვიდან და პეტერბურგიდან, არამედ საბერძნეთი, კიპრი, ინგლისი და გერმანიიდანაც პაციენტები ჩამოდიან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თორნიკე ესეთი საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ, რომ ეთერში იყო სამედიცინო გადაცემა თანამედროვე მედიცინა და მართლმადიდებლობა საპატრიარქოს რადიო ივერიას ეთერში ტალღაზე FM 105.4. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იყო ტრადიციული მედიცინა და უფრო კონკრეტულად კი ჰომეოპათია. ამ თემაზე საუბრობდა ქართული ტრადიციული მედიცინის და ჰომეოპათიის ლიგის პრეზიდენტი თბილისის ნომერ 13 პოლიკლინიკის ჰომეოპათიური განყოფილების გამგე ბატონი თორნიკე ალაშვილი. გადაცემას კი თქვენთვის უძღვებოდა გოგა ფირცხელანი. შეგახსენებთ, რომ გადაცემა შეგიძლიათ თქვენ განმეორებით მოისმინოთ ოთხშაბათს დილის 8 საათზე და შაბათს 17 საათზე. ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი არის 99 99 96. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული პოსტითაც მისამართზე რადიო ივერია 1054 ინტერნეტის ნიშანი yahoo.com. დაგემშვიდობებით ბატონო თორნიკე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ღმერთმა დალოცოს საქართველოს მოსახლეობა. დიდი მადლობა, ნახვამდის. Ideba maltashi nomerco, Rame tu shem
Քրիստոսա դիդեվելավտիսա մամիսա ամին Իտաուսա դեսաղա կուրդոշեն դավակոսա խելիշենի ուգունի սանդերդա Fenu balotesa masucovela dasvachendo Curta ucacenu balamerto mamada cenda Kebuldi debulda malebusa khelisheni ukuni Curte ucashenu balamasavennesi matlenisheni Curte ucashenu balamasavennesi matlenisheni Curte ucashenu balamasavennesi Danatri ta shenita vichilo chenate